ეკობრებო მოგესალმებით. მე ვფიქრობ არც არასდროს არ გამიკეთებია ისეთი საჯარო გაშლა, სადაც მხოლოდ ერთი ვარიანტია. ზოგადად ვფიქრობ ხოლმე, რომ ვარიანტები ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა, მაგრამ ახლა მომინდა რომ თქვენთვის ერთ ვარიანტად გავაკეთო ასეთი საჯარო გაშლა თემით. რა უნდა მოისმინოთ ახლა მნიშვნელოვანი ის რაც უნდა გაიგოთ, მოისმინოთ ახლად ამ მომენტში თქვენთვის საჭირო ინფორმაცია გაშკერდება აქ და რა თქმა უნდა ეს იქნება ყველასთვის ინდივიდუალური ვგულისხმობ გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილები ამ ჩემი საუბრიდან რაც წამოვა თქვენთან სინქრონში მოინიშნეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახლა თქვენ მოისმინოთ და იცოდეთ. მოსასადამე დავიწყეთ რა არის ის რაც ახლა თქვენ უნდა იცოდეთ. ის რომ ახლა ძალიან დიდი ცვლილებების დროა. და ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც ერთის მხრივ თითქოს გართმევთ სტაბილურობის შეგრძნებას. მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ უკან გამოსახედად არც დრო გაქვთ და არც ამის საჭიროება, იმიტომ რომ უკან თქვენს ზურგს უკან ის რაც განვლეთ ამას გულისხმობ ხომ ეს მტკინვეული ეტაპი ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ეს უკვე დასრულებულია და უკვე დადგა ამ ცვლილებების პერიოდი, ცვლილებების ეტაპი. ახლა შეიძლება გრძნობდეთ თავს, განმეორდები ძალიან დაუცველად, როდესაც გრძნობთ რომ თქვენი მიწა ფეხებ ქვეშ არ არის მყარი. მაგრამ თქვენ ახლა უნდა მოისმინოთ ის, რომ აუცილებლად გამოჩნდება გადაჭრა. აუცილებლად გამოჩნდება გადაწყვეტილება, აუცილებლად აღმოჩნდება და დაინახავთ როგორი იხსნება და იშლება თქვენს წინ პერსპექტივები, ვარიანტები და თქვენ აუცილებლად აირჩევთ ერთ-ერთს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწორ ვარიანტს. სწორ ვარიანტს. კიდევ რა უნდა მოისმინოთ ახლა? ის რაც გადაიტანეთ, ის რაც მოხდა, ეს მიზეზ შედეგობრივი იყო. ეს უნდა მომხდარიყო. ეს კონფლიქტი უნდა მომხდარიყო, ეს გაუგებრობა, ეს რთული სიტუაცია თქვენთვის მტკინვეული. უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ სხვა გვარად თქვენ ამ ყველაფერზე ვერ გაიმარჯვებდით, თქვენ ვერ გაიგებდით ვინ არის თქვენთვის ცუდი, ვინ არის თქვენთვის კარგი, ვის რა უნდა რეალურად თქვენთვის. ვერ გაიგებდით, ეს უნდა მომხდარიყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაში თქვენ არ უნდა აიღოთ თქვენი პასუხისგებლობა. თქვენ აქ არაფერში გულისხმობ პასუხისგებლობა იმაში, რომ თქვენი ბრალია, თქვენ ხართ ამ ყველაფერში დამნაშავე, ან რაღაცნაირად დაიდანაშაულოთავე, არა, თქვენ არაფერში არ ხართ, არც დამნაშავე და არავითარ შემთხვევაში არ გქონდეთ დანაშაულის გრძნობა. უბრალოდ სამყარომ კარმულად შეგახვედრათ ისეთ ადამიანს ამ არასასიამოვნო სცენარში, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი დასკვნები გაგეკეთებინათ, რომლებიც აუცილებლად მიგიყვანთ თქვენს პერსონალურ გამარჯვებამდე და თქვენს პერსონალურ ჰარმონიამდე. კიდევ რა არის ის, რაც ახლა თქვენ უნდა მოისმინოთ. ძალიან კარგი პერიოდი არის იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება ახლა გადაიტანოთ თქვენს შემოქმედებით ნაწილზე. თქვენ ახლა უნდა გაიგოთ და მოისმინოთ ის, რომ ის რაშიც თქვენ შემოქმედებთ, რაშიც თქვენ ვითარდებით როგორც პროფესიონალი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ პროფესიით.
და თუ მეტყვით რომ მე დიასახლისი ვარ, დიასახლისი იყო, ეს არის უდიდესი პროფესია, ეს არ არის ვალდებულება, ეს არის პროფესია. სადაც იმდენად ნიჭიერები და იმდენად ძლიერები ხართ, რომ ბევრი რამ გაქვთ ერთად შეთავსებული. უბრალოდ ამას სამწუხაროდ ვალდებულებად უთვლიან ქალებს და უფასურებენ. თითქოს ის ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი იცოდეს. გამიგეთ ხომ? ამიტომ ამ ნაწილშიც იცოდეთ, რომ თქვენ ის, რასაც აკეთებთ, ეს არ არის თქვენი ვალდებულება, ეს არის თქვენი საქმე, ეს არის თქვენი ხელები, რომლებიც ქმნიან, ალაგებენ, ასუფთავებენ, რეცხავენ, სილამაზეს ყრიან, ქმნიან, ხო, გარკვეულ პროცესს. და თქვენ გეუბნებიან, რომ ახლა ის რაც უნდა მოისმენთ არის ის, რომ ხართ ძალიან კარგ პოტენციალში იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად ან გაზარდოთ უკვე არსებული პროცესი, რაშიც თქვენ პროფესიულად იზრდებით. ან რაღაც ახალი შეისწავლოთ, რაღაც ახალს დაეუფლოთ თქვენთვის საინტერესოს. იმიტომ რომ ყოველთვის არის დრო იმისთვის, რომ რაღაცა ახალი ან რაღაცა დამატებითი გააკეთოთ თქვენთვის. იფიქროთ დამატებით შემოქმედებაზე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, რაც გაგახარებთ. თქვენ გეუბნებიან, რომ თქვენ აქ ყველაფერი გამოგივათ. თასების დედოფალი, რომელიც ელოდება თავის შედეგს. უბრალოდ ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ შედეგი ყველასთან ინდივიდუალურად მოდის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცრუოთ იმედები, თუ კი შედეგ შეიძლება ცოტათი უფრო მეტად დააგვიანდეს. იმიტომ რომ შედეგი, როგორც ასეთი, აუცილებლად დადგება იმ თქვენს ახალ მიმართულებაში, იმ თქვენს ახალ სურვილში, იმ ახალ შემეცნებით ნაწილში, რომელშიც თქვენ თქვენს ენერგიას და მოტივაციას ახლა ჩადებთ. იმიტომ რომ თქვენთვის უკვე ცხადია სურათი. თქვენ უკვე კარგად იცით, ვინ არის. თქვენ უკვე კარგად იცით, ვის რისი მოცემა შეუძლიათ და თქვენ რისი გაცემა შეგიძლიათ. თქვენ უკვე კარგად იცით სურათი, მოცემულობა, განმეორდები, რომელიც უკვე თქვენს წინაშე დგას. და ეს უნდა მომხდარიყო. ეს უნდა მომხდარიყო და ახლა როგორ დრამატულადაც არ უნდა ხედავდეთ ამას, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი განვითარებისთვის მოხდა. ეს ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წაწიოთ და კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ თქვენი პოტენციალი. კიდევ რა არის ის, რაც ახლა უნდა მოისმინოთ ჩემგან? ახალი ეტაპი ცხოვრების. წინ გამარჯვება, წინ უდიდესი გამარჯვება გელით. და ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ გაიმარჯვებთ, ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ თქვენს სასურველ შედეგს მიიღებთ, ხომ? ზუსტად მაშინ გამოჩნდებიან ის ადამიანები, მოგიცოცხლდებიან ფეხებთან, რომლებსაც თქვენი გამარჯვების უზარმაზარი ნამცხრიდან ერთი დიდი ნაჭრის წაღება მოუნდება. იმიტომ რომ ეს ადამიანი თუ ადამიანები, ხო, ვისაც მე ახლა ვხედავ, არ ელოდებოდნენ თქვენს ასეთ გაძლიერებას. და თქვენ გეუბნებიან ზუსტად მაშინ, რთულ პერიოდშიც გამოჩნდება ვინ არის და მაშინაც კი, როდესაც თქვენ გაიმარჯვებთ და გამოხვალთ სიტუაციიდან გამარჯვებული, მაშინაც გაიგებთ ყველაფერს. თუ ვინ არის თქვენს ცხოვრებაში და უფრო მეცაც გეტყვით, ისეთები შემოგიცოცხლდებიან და ისეთები მოცუნცულდებიან თქვენს ფეხებთან, საერთოდ რომ არ ელოდებოდით. ან ელოდებოდით და სადღაც იყო მოსალოდნელი. მაგრამ საბოლოო ჯამში იცოდეთ, რომ თქვენ შეგწევთ იმის ძალა და იმის უნარი, რომ
გაფილტროთ ეს ადამიანები თქვენს ცხოვრებაში და ყველას თავისი ადგილი მიანიჭოთ. ეს გამარჯვება, რომელსაც თქვენ ახლა საკუთარ თავთან იზეიმებთ, ნიშნავს იმას, რომ ძველი ურთიერთობები, ძველი ადამიანები ვთქვათ, ხო, რომლებთანაც თქვენ აქამდე ურთიერთობა გქონდათ, ხო, რომლებიც გაუფასურებდნენ თქვენი არ სჯეროდათ, ან გაჩერებდნენ და არ გაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ განვითარებულიყავით. იცვლებიან ადამიანები და პირიქით თქვენი ურთიერთობები ახლა უნდა იყოს გამყარებული ისეთ ადამიანებთან, რომლებიც უკან კი არ დაგკაჩავენ პირიქით. ახალს შემოგთავაზებენ, ახალს გაგიზიარებენ. იმიტომ რომ ლიდერი და გამარჯვებული, ხო, ორი გამარჯვებული, ორი წარმატებული ადამიანი, ხო, რომლებიც ერთ სიხშირეზე არიან. ისინი ერთ ენაზე საუბრობენ და არა ვთქვათ წარუმატებელი, დაბუღმილი, გაბრაზებული ადამიანები, რომლებიც პირიქით უკან გეკაჩებენ თქვენში 1000 კომპლექსს და 1000 ნეგატიურ ემოციას აღწრავენ, იმიტომ რომ მათთან ერთად იჭდეთ გვერდზე ერთ ჭაობში. აი ეს არის ის, რაც თქვენ ახლა ჩემთან აუცილებლად უნდა მოგესმინათ. მე კი კომენტარებში ველოდები სინქრონი რამდენად შედგა ჩემს ნაამბობარსა და თქვენს მოსმენელს ინფორმაციას შორის და რამდენად მოგეწონათ ასეთი ფორმატი საჯარო გაშლა, თუ მოგეწონათ, უფრო მეტად ხშირად შემოგთავაზებთ ხოლმე. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.